რაც ჩვენ გვჭირდება გრძელვადი ენად, ეს არის მედეგობის განვითარება. მაგრამ ეხლა რომ დავიწყოთ, როგორ მოვხვდი მე საერთოდ ამ საქმეში. მას შემდეგ, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, წავედი ჰოლანდიაში, მოვიგე სტიპენდია და წავედი ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ საუკეთესო და უძველეს უნივერსიტეტში ევროპაში სტიპენდიით სწავლობდი. ამ დროს მოხდა აქ ვარდების რევოლუცია. ეს არის 2003-2004 წლები. მაშინ მე მუშაობდი ჰააგაში, სწავლის დამთავრების შემდეგ, რახან კაი სტუდენტი ვიყავი, მუშაობდი ჰააგაში დავიწყო მუშაობა. აი საერთაშორისო სასამართლოს შენობა რომელიც ის ყველა, მაიქ მუშაობდი ზუსტად. თანაშემწე ვიყავი მოსამართლის პარალეგალი ესე ქვია საერთაშორისო არბიტრაჟის. მაშინ იყო დავა ერიტრეასა და ეთიოპიას შორის. რომი იყო იქ და მე მოკლედ ოფიციალური არბიტრაჟი გაიმართა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, მე გულმა ვერ გამისულა. მიუხედავად იმისა, რომ აქეთ თეფშს მელოდებოდა დაალაგებული ევროპული ცხოვრება, დავბრუნდი საქართველოში. და ამირჩიეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ. ჯერ მოადგილეთ, მერე თავმჯდომარედ. საია მაშინ იყო როგორც მერე იყო ადგილი, სადაც იყო დებატები, სემინარები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, მოკლედ იყო იურისტისთვის და იურიდიული სტუდენტისთვის იყო ცხოვრება, რა ცხოვრებაც არ ჰქონდათ ესეულში მაშინ. თეორიის მიღმა, ასე ვთქვათ, ველზე მუშაობა. კი და მთელი კოლეგები, მეგობრები, ძალიან კარგი ლექტორები, პრაქტიკოსები, რომლებიც მერე აღმოჩნდნენ ზოგი დიდი მოსამართლე, ზოგი პროკურორი და ასე შემდეგ. და საიას თავმჯდომარე რომ გავხდი, რეალურად მე ვგრძნობდი ესე, რომ მე მქონდა პასუხისგებლობა ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაში, რომ ადამიანის უფლებები და კანონი, აი ეს ორი საკითხი ყოფილიყო დაცული.